მე ვარ იოსები და ჩამოვედი ჩრდილოეთ კორეიდან და მოვედი პირდაპირ მაფიაში. ხმა შეუსვალეთ და მე ვარ იოსები ჩამოვედი ჩრდილოეთ კორეიდან. დაგიპყრობთ ყველას მოგიტყვი. აი ხარ თქვენ მოგი. ხო, მადლობა იოსებ რომ ჩამოხვედი პროგრამაში. იოსებ, ერთი ამხანაგო ბასტო. გაიხარე. დაფიქსირა მინდა შენთვის რომ ძალიან მოხარულები ვართ ყველანი ჩემი კოლეგები ჩემი, საერთოდ ყველა ვისთანაც ურთიერთობა მაქვს რომ ცოცხალი გადარჩით ბატონო იოსებ. გაიხარე, მე ძალიან მოხარული ვარ რომ ვიმყოფები ჩემს ქვეყანაში. არა, თქვენს ქვეყანაში ეს აღარ ვიცით ეხა ზოგადად როგორ არის ეხა მაგაზე გასართობები. ჯერ საკამათოა. საკამათოა, მაგრამ ამისაკით ამისაკეთ მართლა ბედნიერები ვართ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩინეთში კიდეც ეგ Nike-ის კეპი თუ შეიძლება. არა, ამხანაგო ბასტო ეს Nike-ის კეპი ამერიკაში შევიძინე. ამერიკაში შეიძლება. ჩინურია? დიდი ალბათობით made in China. გახლავთ? კი, ეხა ტრენდია, ხო იცი რომ ყველაფერს ჩვენ ვამზადებთო. ესე იგი, G2-ს ქუდიდან ამოვიღეთ თემა, რომელსაც აწერია ზღვის პროდუქტები. ზღვის პროდუქტები არ მევასებ, რატო არ მევასებ? ზღვის პროდუქტები ცუდი გემოაქვს. შენ? არა, მართლა ურაგული მევასება, სპორტი მევასება, წითელი ხიზლა მევასება. მე ამომივიდა ძალიან მაგარი თემა. Kolga. Kolga. სად და როგორ მდგომარეობაში? Kolga. აი, Kolga ყველაზე ექსტრემალური Kolga რა იცი? ში გაშლილი. ეგენი არ ეცერა, ხო ეგ მაგ თემაზე არა. ჩვეულებრივად Kolga-ს აქ ესეთ სერიალი Umbrella Academy ქვია, შესანიშნავი სერიალი იყო, პირველი სეზონი მე გააფუჭეს. კიდე Kolga-ზე ვიცი რომ რიანასთან აკავშირში. ჩემი თემაა მეგობარი. დიახ, ლონდონთან აკიდე კავშირში. მოდი, ყველა ჩვენ თემებს ვხედოთ შეიძლება. თუ ვიდა გავცალოთ ზღვის პროდუქტები მე მომეცი. დიახ. ნინებეთ Kolga-ში გაშლილი. არა, Kolga უბრალოდ წერია ბატონო იოსებ. შეგიძლია გამოიყენოთ როგორც გაიშალე ესე უნდა მოგეც. გაიხარეთ რა როგორც გიდათ. ზღვის პროდუქტებზე რავი რა შემიძლია თქვა. სხვათა შორის ჩრდილოეთ კორეაში ძალიან უყვართ ზღვის პროდუქტები და საკმაოდ ბევრი ჭამე. ო, ეხა მაგათ ექნებათ გასაგებია. რაფეხები და ბურგერები რაღაცები ამერიკული. მსგავსი ზღვის პროდუქტები და საკმაოდ გემრიელი კერძები აქვს სხვათა შორის ზღვის პროდუქტების. ხო, და მე ამერიკელებს იცი? მე რაფეხას არ მიყვარს და მიდეები არ მიყვარს. მაგიტო ზღვის პროდუქტებიც არ მიყვარს. შენ უნდა წახვიდე ჩრდილოეთ კორეაში და შეგიყვარდება. იმიტომ რომ ერთადერთი კარგი რაც არის, შეიძლება საჭმელი იყოს. დიახ. გასაგებია. გითხარი 20 ისეთი დედაქალაქი, რომლის ქვეყნებში ნამყოფი არ ხარო. მე წაგითხავ, თუ ვერ ხვდები ესე. ანუ 20 დედაქალაქი, სადაც რომლის ქვეყნებში ნამყოფი არ ვარ? გითხარი 20 ისეთი დედაქალაქი, რომლის ქვეყნებში ნამყოფი არ ხარ. ესეც არია, ხო? ეს ნამყოფი არ ვარ. თქვენ ენაზე ვსაუბრობ ახლა. აბა, გელოდებით, თქვენ გაქვთ 20 წამით რო ჩაი. აუ, რასი ძახი, ნამყოფი არ ვარ. ულან-ბატორი, მონღოლეთში არ ვარ ნამყოფი. ავღანეთში არ ვარ ნამყოფი, ქაბული. არ ვარ ნამყოფი, ბაღდადი. შენ აქემი ნამყოფი დარწმუნებული ვარ კანადაში. ოტავა. თუ ხო, ოტავა? თუ ტორონტო? ტორონტო ან ოტავა, არ ვიცი, ხო რომელი ვარ. ბუენოს-აირესი, არგენტინაში არ ვარ ნამყოფი. კიდე არ ვარ ნამყოფი, ბანდარ-სერი ბეგავანი არის. ბრუნეი. ბურკინა-ფასოში ნამყოფი ხარ? არა. ბურკინა-ფასოში არ ვარ ნამყოფი. აუ, მაიცა ვიცოდე. ვაგადუგუ. აუ, ვაგადუგუ, ბიჭო. ვაგადუგუ, ვაგადუგუში როგორ არის ხარ? ვაგადუგუ ბაზარი არა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, იმედია გადავინაცვლებთ მალე მაგიდასთან დავსხდებით და კიდევ მე არ მომიწევს საემიპო თამაშის დადება და სოსოც რამეს გააკეთებს ერთხელ და სამუდამოდ. იმედია რაღაცა მეშველება დროებით. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიგი ქათამაძე, მოგზაური ექსტრემალი და რაღაც ეგეთი მსგავსი რაღაცეები. დღეს ვიმყოფებით ჩვენ დიდი ღომში, მირიამ მეფის 31-ში. და ხო, ეს მე ვთამაშობ, ეხლა მესამეჯერ ვთამაშობ მაფიას. ახალი წესები ნელ-ნელა შევითვისე და ესე მგონია რომ ეს იაკუძა და ეს მაფია ესეთი ცეცხლოვანი დაპირისპირება იქნება და ამიტომაც მე ჩავიცვი თეთრი, რომ მე შუაში ვიქნები, ანუ რაც უნდათ იმას ის ვქნიერი, დაუხოციეთ ერთმანეთი, პატიოსანი რო ვიქნები, ექიმი რო ვიქნები, მარტივი იქნება ცხოვრება ჩემი აზრით. შენ შეცხოვე მარტივი ცხოვრება გინდა. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ დინიკო მამარტაშვილი. აქასთ გარემოში პირველად თამაშობ მაფიას და ძალიან ნერვიულობ. თან ერთადერთი ადამიანი მე ვარ ამ მაგიდასთან, ვისაც ვერ არ ვთამაშია. და არ ვიცი რა იქნება, იმედია რომ პატიოსანი მოქალაქე ვიქნები, უბრალოდ არანაირი არ მექნება. დავიწყო. არა, რამდენი. აი ამოიღე. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის ბახილი. ბახილი. კი. ყოველთვის როცა ჩემს სახლში მოდიან ხოლმე, ბახილებს იცმევენ და სხვა შორის როცა მე სხვასთან მივდივარ ხოლმე, ყოველთვის მაქვს ბახილები, რომ ჩავისო და ისე შევიდე. ბახილები? არა, სახლი მეთქი გიგი. სახლი არ არის, G2 სახლში მოხვედი, აქ ადამიანთან მოხვედი და ესე მოხვედი. მე ბახილები სულ დამაქვს, აქ G2-ს. აქ გაქ ეხა ბახილები, მართლა მანახე. გაიცი?
დამანა. იქითა მაგ ეხა, მაგრამ მიგავალ აქ ჩაწერა და მე ისა, მაგრამ არა, ბახილები კი. არა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ცხოვრებაში ბახილები. ჰიგიენისტის ცხოვრებაში. აი, ხა სტუმრად რომ მიდიხარ, მნიშვნელოვანია რომ ჩაიცვა და ისე შეხვიდეს. ბურგერს ბახილები ჭამ ხოლმე. ბურგერს ბახილებით ფეხებით ჭამ. არა, ხელებზე ვიკეთებ ხოლმე და თითებს გამოვკვდი. ხო. ოი. კუს ფორმა აქვს ხოლმე ეს. ძალიან მაგარია. ჯითუს დღევანდელი თემა არის პლომბი. პლომბი მე ადრე ექიმთან რო ვიყავი, გავიკეთე 8 პლომბი და მაგის მერე აღარასდროს აღარ ყოფილი ვარ ექიმთან, იმიტომ რომ 8 კვილი აღარ არის. ჩემი დავალება, გიგის დავალება, სამომავლო გიგის დავალება ესე აწერია და წავიკითხოთ. აბა ეხლა შეწადი ჩრდილოეთ კორეაში. მივდივარ ცოტა ხანში ეხლა არ მიშვებენ მაგრამ რამეს ვიზავ. წესით უნდა გავუშვი ჩრდილოეთ კორეაში, მეგობრებო, რო იცოდეთ არემ გეტყვით აქა, რომ მარტში იხსნებოდა და არ გაიხსნა და სამწუხაროდ მე აქა ვარ ჯერჯერობით თბილისში და გავამაგრებ თბილისში, ყველაფერს ძალებს გავამაგრებ აქ. კიმში ჩამოვიყვანა აქ. არა, კიმში არ ჩამოვუშვი. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ანანო, კიდევ მიხილეთ, იეი, ამ მაგიდაზე ძალიან მინდოდა თამაში და ძალიან ვთხოვე ჯითუს რომ მეთქი იქნებ მომახვედრო და ჩამწყეს. მე ვარ ლენკა და ძალიან გვიყვარხარ, ვაუ! მე ვარ ლენკა და ახლა იმიტომ თამაშობ, რომ ანანოს გვერდი წესიერი ადამიანი დამჯდარი ყო რა ინტერვიუებზე. ხან ვისთანზეს, ხან ხან ოზისთანო და ხან იტასთანო, იგი გულს წესიერი მეწყვილე არ შეხვედრია რა და არა და მე უწყობ მეწყვილეებს და ახლა ვანახებ რაც მჯობს კარგი მეწყვილე. მე დამესიზმრა გუშინ რომ მაფია ვიყავი და ემოციურად ვარ მაგარი დახარჯული, იმიტომ რომ მთელი 3 საათი რაც მეძინა, სულ ეგ მესიზმრებოდა და აი დაქანცული მოვედი და უძინარი. და უფლიანმა გაიღვიძა მე მითხრა. მაგარი. მაგრამ გუშინ ვითამაშეთ მე და ანანოს სატესტო. ფულ რომ მაფიაში სადაც შეგიძლიათ თქვენ თორთან. ორი თორში მეგობრებო, ორი თორში. ამიტომ დღეს ძალიან მინდა რომ მე და ანანო გუნდში ვიყოთ. რა გუნდშიც არ უნდა ვიყოთ. მე და ოზიმას ეგრევე თქვენ წინაზე და აი. მე ოზი ბანძი დეტექტივი იყო და რასი კარგი დეტექტივი. მე დეტექტივი მეგობრებო, დღევანდელი ჯითუს ქუდის თემა არის ბანდაჟი. ბანდაჟი? როგორც აი ხა ადექიდე ილაპარაკებ. ფეხებზე მგენია. როგორც წეღარ ვეძახდი, ბანდაჟი ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანის ცხოვრებაში. აი ეგ რო ეს იმიტომ დავწერე, რომ მე ვფიქრობდი ბანდაჟებზე გუშინ ღამე და მივხვდი, რომ ბანდაჟის გარშე ცივილიზაცია არ არსებობს. ბანდაჟი როგორც ცივილიზაციის ნაწილი, ანანო. ბანდაჟი როგორც ცივილიზაციის გადამრჩენელი. ვერ, აი ვერ. ბანდაჟი როგორც მუცლის დამჭერი. არა. არც მე. აბა რატო დაწერე? იქნებ მინდა რომ ჩავიცო. აი, ეს მე გასაკ ლაკი ხე. თახვი. ელოშა მეძახის თავს და ეს თახვი მე ამომივიდა, მე მგონია რომ მართლა გავარ თავს. და ლუწუნას კიდე. თქვენ ყველაფერს რასაც დიდი კბილები. თქვენ მეტად თხუნელა. თხუნელა. ყველა მღრღნელს გავარ მე მგონი. აი, მეგობრებო, თავის დროზე გაიკეთეთ ბრეკეტები. მე ვაკ დავალება შენთან. აბა. უნდა გითხრათ 30 წამის განმავლობაში რატომ არის ლენკა საუკეთესო ადამიანი. აუ, ლენკა მართლა ძალიან საყვარელია. თქვენ არ იცნობთ და ვერცერადროდ გაიცნობთ ისეთი წერვა ეკრანებზე, მაგრამ აი სადღაც გულის ღრმა კუნჭულში არის უსაყვარლესი. ჩემ ვიდეოებს უყურებთ ხოლმე, იქ არის ძალიან საყვარელი მართლა. ისი საყვარლად იღიმის ხოლმე, სანამ social battery აქვს. აბალაშა. როგორ ახლა? არა, ჯობია ისქნათ რა ქვია. შედავ. დამაგარია. ვალუტები. ვალუტები? რა არის შენი საყვარელი ვალუტა? ჩემი საყვარელი ვალუტა გახდა stable coin-ი. ლარი stable coin-ი, იმიტომ რომ სპონსორი მყავს შესაბამისი. ეხა ამ ეტაპზე ჩემი საყვარელი ვალუტა არის არა, ლარი არ გაქვს. არ მაქვს, არ ვიცი. საყვარელი ვალუტა ვინმე? საბოლოო ჯამში ალბათ მაინც დოლარი, არ ვიცი. ოქრო. გაბატონო, ოქრო ყველაზე კაია, მართალია. ვეთანხმები ოქრო არის საუკეთესო ვაჭრობის. გინდა გითხრა უცებ ოქროსთან დაკავშირებით. ოქროს ადამიანებმა ჩვენმა კაცობრიობამ დანიშნულება შეუძინეთ ბოლო 70 წელია მაქსიმუმ რა. რაც ეს მიკროჩიპები და რაღაცები გამოვიგონდა. და მანამდე ისტორიაში არასდროს ოქროს არაფერში არ ვიყენებდით, გარდა სამკაულისა. და მაინც უნდა ღირებულება. რაზეც მეცნიერების საზოგადოებაში არ არის თვით შეთანხმებული პასუხი რატო. აი მაგალითად ქვის ხანაში ან რაღაცა
ბრინჯაოს ხანაში ან რაღაც რატომ იყო ღირებული ოქრო? ოქრო რატო ევასებოდა ხალხს რა? ნუ ალბათ იმიტომ რომ იშვიათი იყო და ძალიან ლამაზია. ხო, მაგრამ ერთი ძალიან ბევრი რამეა. რეალურად იშვიათი პროდუქტი, მეტად გაი პროდუქტსაც გააჩნია, მაგრამ იშვიათობა ასე თუ ისე განაპირობებს პროდუქტის ღირებულებას. ასე თუ ისე. ხო, მაგრამ ეგეთი იშვიათი ძალიან ბევრი რამეა რომ ჩავაღმოთ, რა, ფერადი ქვები მაგალითად. შეიძლება არც თუ ისე იშვიათი გჭირდება, რომ მე ვალუტის კურსიც განსაზღვროს და ოქროს როგორც ვიცი მაგისთვის იყენებდნენ. თუმცა რაც თქვი, ძალიან საინტერესოა. არა, ეს რაციონალური დანიშნულება არაფერში არ ქონია საერთოდ. და მე ამდენი საუბრენ რომ გავიდა და ეს ტექნოლოგიები რო გამვითარდა, მე აღმოჩნდა ძალიან ძვირფასი რამე. მე შესაძლოა ამ მონაკვეთს ამოვჭრიდი და შენ სახზე დავდებდი ცალკე ვიდეოდ. ჩემს სახზე უფრო არგუმენტებით სავსეს მომკიდებდი აქ. გადადით გამოიწეთ მეგობრო ჰიტას არხი და დაელოდეთ უფრო არგუმენტირებულ პასუხს ოქროსთან დაკავშირებით. და G2-ს კუდის თემაა საუკეთესო იუთუბერი. შენი აზრით ვინ არის საუკეთესო იუთუბერი? საქართველოში? დიახ, მოდი ესე დავიწყოთ. ჩემი აზრით საქართველოში საუკეთესო იუთუბერი არის ქართველი იუთუბერების უმეტესობა. მე ეს რაღაც მე ყველგან ვამბობ ამას და აქვე საჯაროდ ვაფიქსირებ, რომ ჩემი გადმოსახედიდან ერთის გამორჩევა ძალიან გამიჭირდება, თუმცა თუ ეხა ერთი უნდა დავასახელო, აუცილებლად გამოვარჩევ ბიტ რაბანას. ჩემი გადმოსახედიდან ვაფიქსირებ საჯაროდ, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი იუთუბერი. გამოიწერეთ რაბანას არხი. შენ როგორც პროფესიონალი ილუზიონისტი, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აუდიტორია, როცა მოვაწევ აუცილებლად რაღაცა პროცესში. და რაბანა არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უხდება გაპირობა. ძალიან იფერებს მაგას. არა, ესეთი ბევრი ადამიანია, ბევრი ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ რაბანა ერთ-ერთი უნიჭერესი იუთუბერია, ესე ვიტყვი რა. არა, მე მაგაში კი არ გიკამათები, უბრალოდ რაბანა ძალიან მაგარი იუთუბერია, ძალიან ნიჭიერია, დახვეწილია, იცის საით მიდის, იცის ცხოვრებაში რა უნდა და ეს ყველაფერი თავის YouTube არხში გამოიხატება ძალიან კარგად და თან ძალიან გაპირებადია ხოლმე შენს ფოკუსებზე და როცა მე და რაბანას ვისაუბრია, ხშირად ვთქვამ შენზეც ეგ რომ ანუ ორ მხრივ ეს არის შეფასება, ნუ თქვათ იუთუბერებს შორის არა, მაგრამ მასაც აქვს სიმპათიები ჩემს მიმართ. კი და ბევრჯერ ვსაუბრია რომ შენ რო ესეთი რაღაცა გაუკეთე რომ რამდენიმე დღე შოქში იყო კაცი. აუჩეთ და ისე გეტყვი კამერისტებმა რომ სინამდვილეში მეუბნებოდა რომ მაგა ხო შემცა. ამას აუცილებლად ჩავდა. ის რაღაცებს მიკეთებს რომ მე გამოხლები ვიდოდი. მე ვარ გიორგი მახარაშვილი, მოგესალმებით, იგივე საერთო კაცი მოვედი მაფიაში სათამაშოს. არ ვიცი რა როლი ამომივა, მე მინდა რომ ძალიან ამომივიდეს შოტგანი, იმიტომ რომ მივეჩვი მაგ სახელს და ძალიან ლამაზი სახელია, ან მინდა რომ ამომივიდეს წამყვანი. გამარჯობა, მე ვარ საერთო კაცის მეორე. იმედი ამომივა შავი კარტი, იმიტომ რომ წითელი თუ ამომივიდა, გამაგდებენ მალევე, ასე რომ მინდა რომ შავი ამომივიდეს, რომ მაგიდაზე მაინც გავარდი და არა ღამე. დღევანდელი G2-ს ქუდის თემაა, მეგობრებო, აი ხავე ამოვიდა. ვაზელინი. ვაზელინი არის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება მშრალ ზედაპირზე წასვლისას და შემდეგ ხახუნის ძალის შესამცირებლად. ვაზელინი გამოიყენება საბურავებზე, რომ იბუქსაონ და იდრიფტაონ, რომ შეთანაკლები იყოს და ასევე ში. ვაზელინი იცი რომ საჭმელ პროდუქტად გამოიგონა, გამომგონებელმა? ჭამე, კარგად ხარ, რა ხო. და კაიხანი ჭამდა რა. მახარა კარაქიანი პური. აჭოს იმური დონე არის ძალიან მაღალი. ბიჭო, მაგიტო იწრება. აი მე მეგონა რომ მაგრამ ეს მახარა მაგას იტყოდა და ვერ გამოვიცანე სხვა რამე თქო მახარა კარაქიანი პური. კაი. კარაქიანი პური ბავშვობის მერე არ მიჭამია. გურჯაანის მერე. კარაქიანი პური და ვაზელინი, ვაზელინი. ვერ არ კარაქიანი არა, შეიძლება ვაზელინი გადაუსვა. თან ჭამდა. ეს გამომგონებელი ჭამდა ხომ რა. მაგას გეუბნები. ჭამდა, მაგრამ აბა ვაზელინი თუ არა კარაქი ამოისვი? ჩამოთვალე მახარას ყველა მინუსი ნახევარ წუთში დრო თუ არ გიყო დაგივატე. დიდი დრო დაგჭირდება. დაგვიანება, უპასუხისგებლობა. მე შეჭემა. უპასუხისგებლობა. ნაგვის დაყრა. ნაგვის დაყრა ჩემი მინუსია. ეგ შეგიძლია შენ გეტყვი. ტუალეტში სიგარეტების ჯარისკაცება დალაგება. მაგიდაზე ფეხების შემოდება. ჩემი მინუსი. და შემილია დავამატო. ახალი მანქანით. აი მაქსიმალურად. ყველაზე დიდი მინუსი შენი არის რომ მონტაჟის დროს მაწამებ შენი ტუებით. და იმდენ სისულელეს ამბობ. მარტო შენ რო იწამო, შეხო, აი ზენც ვაწმოს. ეხლა თუ დაედო ამ წამს. კაია, კაია. ეს არის ლუდვისას ჩელენჯი. ამაში მე ფულს არ მიხდიან, თუმცა ხაბიჭებს უხდიან. არ შეიგინო გადაცემის დაწყებიდან დასრულებამდე და მიიღეს 300 ლარს. შეხო 300 ლარს თუ არ უნდა გეთქვა. ეგრევე. თუ ვერ შეასრულებს შემდეგ გადაცემაში სხვა სტუმრისთვის იქნება 600 ლარის ჩელენჯი. ან ორი ადამიანის მიიღებს 300 ლარს. არა ეს შეძლებელია, ჯერ მითხრა პასტოს აგინეო. მაგინებიდან. და იგი მე მითხრა 300 ლარი. რო ეთქვა 300 ლარი, რაც შევიგინებოდი.
როგორ არ შეიძლება, მაინც დაგავიწყდებოდა დარწმუნებული. აუ ისე საინტერესო შემდეგშიც გააკეთეთ რა და მაინტერესებს თუ არ დაგავიწყდება შეგინდა. პოდკასტის არხი გამოიწერეთ, საეჭოს არხი გამოიწერეთ და სადმე შევხვდებით. ახალი არ უსმიოთ. გამოიწერეთ ვახობოლოთაშვილი იქ. აუ იქ ჩელი. ძალიან კაი იდეაა. თავისი ფული იშოვოს და შეგვეშვას YouTube-ზე გამყარეთ. აუ ბიჭო, ძალიან ხერხულად არის ეს. გამარჯობა, მე ვარ მანუ მურღულია და აზრზე არ ვარ, ეხლა რა მოხდება? მე გიორგი კალდაძე ვარ, დაახლოებით ვიცი რა მოხდება. მე ამავდროულად ჯერში. კი ბატონო, დავიწყოთ. ძალიან ყვითელი არ იყოსო და ხალხო, ინფლუენსერი წყვილები. ინფლუენსერი ვინ გამიგია? იკანათია. ისინი რო ჭამენ ცოლქმარი რო არიან. ერთმანეთს თუ? არა, რაღაცას ვაჭყაპუნებენ ხოლმე, ეგენ ცოლქმარი არ არიან? რაღაც კანჭს და რაღაცებს ჭამენ ხოლმე მუდმივად. TikTok-ზე. მე აქეთ TikTok-ი ვარ, შენ აქეთ YouTube-ზე ცნობილი ინფლუენსერი წყვილები. ნუ კაკო და თავი შეყვარებული. ხო, კი ბატონო, ბაბი. რამდენი მისაღებია თქვენ? რა მიუღს აბსოლუტურად მიუღს. როგორ შეიძლება? ჯერ ოჯახში ერთი კაცი რო ინფლუენსერია, როგორ შეიძლება რომ იმ ოჯახში მეგობრებო ქალიც ინფლუენსერი იყოს, ხო? და პირიქით. ლელა და მამული შეგამახსენდა მე. ანუ მე old school-ი ვარ უფრო რა. მახარა და აჩი. მახარა და შენ. ხო, სასიყვარულო საფუძველი. Romance, yeah. მე და ტატო კიდე მაშინ. და აი, მოიცა კიდე ვინ არის? ნუ ეხლა რა შეიძლება, ბევრი ხო არ იქნებიან. ელოშა და ლეკა გვანიშნებენ, რომ ჩვენ უნდა ელოშას ინფლუენსერი რატო გონია თავი ეგ ვერ ვიცი, მაგრამ ნუ ოკეი. ჩვენ მეგობრობთ. ხო მეგობრობთ. კი, აბა. 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 რაღაც კარგი ვერ არის. კვერცხი. ბატონო? კვერცხი. თემა არის კვერცხი. რა შეგიძლია თქვა კვერცხზე? ფერს ვერ ჭამი, იმიტომ რომ ალერგია მაქვს. ოკეი. მარწუზე, თხილზე, კვერცხზე, პომიდორზე, ანუ ბევრს ვერ ჭამ. აი სიტყვაზე ერთი შემიძლია რომ შევჭამო. ან 5 წელი მარწყვი შემიძლია რომ შევჭამო, მაგრამ ბევრს ვერა. და ტორტი, პასკა და აი რა კვერცხი რაშიც არის შიგნით აკუმულირებული მაგაზე გააქვს? ხო, ერთ ნაჭერზე საუბარი მთელ პასკას ხო არ შევჭამ? ანუ რა ვიცი ახლა. შენ ყალახო არ ვარ მეგობრებო. ყალახო არ ვარ ბადრიჯანთან ერთად ჭამა კვერცხი? არა, კვერცხი მე ძალიან მიყვარს. შეხო ერთადო? ჰა? მაგას ერთად არ წო? ხახო რა ხმა მაგარ? არა, კვერცხს და ბადრიჯანს არ წოვ ერთად. კვერცხი მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია კაცობრიობაში. ყველაზე მეტად გამოყენებადი სოფლიოში დღის ეს. გოგლი მოგლი გიყვარდა? სხვა გზა არ იყო თორე ან მიყვარდა ეხა მომენატრა და ვაიდე და გამიკეთეთ ხო არ ვიტყვი არასდროს, მაგრამ იყო რა. კნომ უნდა გაგიკეთოს? რავი. დედა, მე ჯერ 31 წლის ვარ მხოლოდ.